ანტალიის დიპლომატიის ფორუმის აზეიმო დაიხურა. ფორუმის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ პანელური გამოსვლები და პირისპირ შეხვედრები გამართა. ღონისძიება, რომელსაც 6000-მდე მაღალი რანგის სტუმარი ესწრებოდა, ქართულმა მხარემ რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე საუბრისთვის გამოიყენა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ვაჭრობაზე, შუა და ეროვნულ განვითარებასა და რეგიონის უსაფრთხოებაზე. შავი ზღვის აუზში სტაბილური მშვიდობა იყო ერთ-ერთი მთავარი თემა ვიქტორ ორბანისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრისას. ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან გართულებული ურთიერთობები და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მიმოიხილა. Fonda ეს ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავხადო ჩვენს თურქ მეგობრებს არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის. სხვადასხვა კუთხით იყო ეს ფორმატი მნიშვნელოვანი. ერთი რომ რა თქმა უნდა მივიღეთ მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში, სადაც მათ შორის ჩვენი ქვეყნის გარშემო არსებულ მდგომარეობაზე საუბრის შესაძლებლობა ჰქონდა. ასევე მქონდა რამდენიმე ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან და რა თქმა უნდა ყველგან საუბრობდით იმ საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებთან. ასევე შუალედებში ჰქონდა კონკრეტულ ლიდერებთან აზრების გაცვლის საშუალება. მთლიანობაში ეს ფორმატი მაქსიმალურად გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები გაგვიზიარებინა. რა თქმა უნდა ყველას უყვებით იმას, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში, რა მდგომარეობა არის საქართველოს გარშემო, როგორია ჩვენი გამოწვევები და როგორ ხედავთ ამ გამოწვევებთან გამკლავებას ჩვენი გზავნილები მაქსიმალურად მივიტანეთ ჩვენს პარტნიორებთან. ფორუმის ფარგლებში შედგა არაერთი ორმხრივი შეხვედრა, განსაკუთრებით ალბათ უნდა აღინიშნოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, ასევე უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, თურქეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტები განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების, რაც პოზიტიურად შეფასდა და ველოდებით ასევე პოზიტიურად გაგრძელებას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების და მე ვფიქრობ ეს შეხვედრა იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა სწორედ ამისათვის. ასევე ჰქონდა შეხვედრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა. გარდა ამისა, ჰქონდა შეხვედრები ჩემს კოლეგა მინისტრებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ფორუმები გამოყენებული იქნეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქცენტის გასაკეთებლად, მასთან და ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხების დღის წესრიგში დასაყენებლად, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და რა თქმა უნდა ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა